როგორც ვიცით, დღევანდელი დღეც საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესი იყო. ხომ არ უთქვამს ნატავიბლიანს ისაუბრა, როგორც ვიცი, უშუალოდ გაუპატიურების ეპიზოდზე, ხომ არ გაიხსენა ახალი დეტალები, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის საჯაროდ აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი. გისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. მინდა ძალიან მცირე, ესე ვთქვათ, შესწორება შევიტანო ნატავიბლიანი სასამართლოს წინაშე არ იკითხებოდა ჯერჯერობით, საგამოძიებო ორგანოს აძლევდა ჩვენებას, ანუ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვა, რასაც ატარებდა გამომძიებელი და ესწრებოდი მე როგორც მისი უფლებების დამცველი. ამ დაზუსტებისთვის მადლობა. კი ბატონო, ეს მინდა რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თითოეული დეტალი იყოს ძალიან მკაფიო, ზუსტი და სწორედ ეს მიზანი მქონდა ახლა ამ შესწორების გაკეთებისას. მოგახსენებთ იმას, რომ კი ბატონო, საკმაოდ შრომატევადი დღე გამოგვივიდა, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ნატავიბლიანის გამოკითხვა და მეცაც გეტყვით, რომ დღესაც კი ვერ დავასრულეთ და ვერ ამოვწურეთ ის უზღვავი მასალა, რისი დაფიქსირებაც უნდა ქალბატონ ნატას. და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ხვალ უკვე გამოკითხვის მესამე დღეს შევძლებთ და დავასრულებთ აღნიშნულ გამოკითხვას და შესაბამისი გამოკითხვის ოქმიც შედგება. რაც შეეხება სიახლეს, ესე ვთქვათ, რაც დღევანდელი დღიდან გამომდინარე შემიძლია მოგახსენოთ, ჯერ გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ ნატავიბლიანმა ძალიან თამამად ზუსტად დაადო ხელი კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც მასზე ძალადობდა, როგორც სექსუალურად, ასევე სექსუალურ ძალადობამდე გარკვეული მუქარებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარებით, მათ შორის იარაღის თანხლებით. დღეს ძალიან მძიმე დეტალი გაუზიარა გამოძიებას, როდესაც გაუპატიურების ეპიზოდებზე საუბრობდით. ერთ-ერთი ეპიზოდი, რის დეტალიზაციას რა თქმა უნდა არ მოვახდენ, გახლავთ ის, რომ იგი მამის საფლავზე გაუპატიურა ერთ-ერთმა პიროვნებამ, ვისაც ადებს ის ხელს. დამეთანხმებით თქვენ და ალბათ ბაჩუკი ჩხვიმიანს, მარიამ, შეგიძლიათ გითხრათ? ერთი სიტყვით, რაც შემიძლია გითხრათ უშუალოდ ნატას მხრიდან, როგორ თქვა, ადამიანებზე, რომლებზეც იგი საუბრობს, არის ოთხეული ის ადამიანები, რომლებზეც აქამდე უსაუბრია, აი ესე ზოგადად გეტყვით, ეს ოთხეული გახლავთ და სწორედ ამ ოთხეულთან დაკავშირებით მისცა ნატავიბლიანმა ჩვენებმა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ მეტი დეტალიზაციაში არ შევიდეთ. კი ბატონო, ანუ კონკრეტულად რა მოუთხოვრო, აი ამ სასაფლაოს ეპიზოდთან დაკავშირებით ამაზე საუბარს უბრალოდ ამ შემთხვევაში საუბრის უფლებას მოკლებული ხართ, ასე შემიძლია გავიგო თქვენი პასუხი? არა, მოკლებული ნამდვილად არ ვარ არანაირ უფლებას, მათ შორის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, უბრალოდ რისი თქმაც შემიძლია გახლავთ ის, რომ 4 პირი, რომელსაც აქამდე ასახელებდა ნატავიბლიანი, რომლებიც მისი თქმით და მტკიცებით არიან დამნაშავეები და მათ ჰყავთ სწორედ სექსუალურად შევიწროებული ნატავიბლიანი, სწორედ ამ ადამიანებზე გვქონდა დღეს საუბარი და სწორედ ამ ადამიანების სახელები და გვარები უთხრა ქალბატონმა ნატამ გამოძიებას. კი ბატონო, აი მარიამ, რაც ვიცი, მაშინ იმის გარშემო დავსვამ მე შეკითხვას, ანუ თავად ნატავიბლიანისგან ვიცით, რომ ის 9 წლიდან იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სასაფლაოს ეპიზოდი ეხება სწორედ აი ამ პერიოდს, მისი არასრულწლოვანების პერიოდს თუ უფრო მოგვიანებით ეტაპს, აი ეს მაინც თუ შეგიძლიათ გითხრათ? კი, მოგახსენებთ სამწუხაროდ ქალბატონი ნატას მიმართ მსგავსი ამორალური დანაშაული მიმდინარეობდა მისი 9 წლიდან 14-15 წლამდე სისტემატიურად და სასაფლაოს ეპიზოდიც სწორედ აი ამ პერიოდს შეესაბამება. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი
იმ გაუპატიურებების სერიებიდან, რაც აქამდე მოგვითხრო ქალბატონმა ნატა. მარიამ, იცით რა არის საინტერესო? ხო, აღარ შევალ დეტალებში, იმიტომ რომ მოსასმენათაც ძალიან მძიმეა. პირდაპირ გეტყვით, აქ უკვე რაღაცა ჟურნალისტურ ინტერესაც კი ცდება ეს ყველაფერი. ახლა რა დონეზეა საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის საინტერესო. მხოლოდ ასე ვთქვათ, ნატა ვიბლიანის გამოკითხვის, ასე ვთქვათ, გარკვეული შედეგები გვაქვს და ეტაპია თუ მაგალითად აი ის ხალხიც არის გამოკითხული, ვისაც ის ადანაშაულებს მის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებაში. მოგახსენებთ, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი. მათ შორის ახლა მიმდინარეობს ქალბატონი ნატას გამოკითხვა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ასევე სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიც არის ჩატარებული და იგეგმება არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სამომავლოდ იმისთვის, რომ სწორად და სრულფასოვნად განხორციელდეს მართლმსაჯულება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს მოპოვებული ქალბატონი ნატას სტატუსიდან გამომდინარე, ვინაიდან მტკიცებულებებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი არის დაზარალებულად ცნობილი, თუმცა საგამოძიებო ორგანო არის საკმაოდ ჩართული, მოტივირებული და ნატას გამოკითხვის შემდგომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა, რაც გახლავთ საწინდარი იმის, რომ ჩვენ სრულ დოკუმენტაციაზე, სრულ მტკიცებულებით მასალებზე გვექნება წვდომა. მარიამ, ჩავშლი რა თქვენს ამ პასუხს 30-ზე მეტი პირი არისო გამოკითხული, მათ შორის არიან თუ არა ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ძალადობაში ადანაშაულებს და კიდევ ვინ არიან გამოკითხულ პირთა შორის უკვე? დღეს ვდგომარეობთ რა ინფორმაციაც მაქვს, გახლავთ ის, რომ არიან თანასოფლელები გამოკითხულები, კონკრეტულად ეს პირები ამ ეტაპზე სრულ ყოფილად ყველანი არ არიან გამოკითხულები, თუმცა რა თქმა უნდა პირველ რიგში მათიც დაინტერესდება საგამოძიებო ორგანო ნატას გამოკითხვის შემდგომ. კი ბატონო, სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიო ახსენეთ, რომელიც არის უკვე ჩატარებული, ან იგეგმება, რას გულისხმობდით? კი ბატონო, იგეგმება, ჩატარებულია ჩხრეკები, სხვა საგამოძიებო მოქმედებები, ისევ და ისევ მოგახსენებთ, რომ დეტალიზაციას ვერ მოვახდენ სამწუხაროდ, მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესია, თუმცა საზოგადოებას იმის ინტერესიც აქვს, რომ გამოძიების ბოლოს სასურველი შედეგი მივიღოთ და ეს შედეგი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ ვერ ვამბობ ყველა დეტალს, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ იმისთვის, რომ დადგინდეთ ჭეშმარიტება, ერთმნიშვნელოვნად, რომ ნატა ვიბლიანი მართლაც, რომ რამდენიმეჯერ გახდა მსხვერპლი მოძალადე პირების მხრიდან არაერთი პირის მიმართ, ამისთვის უკვე გაწერილია შესაბამისი სტრატეგია და შესაბამისად მოქმედებს საგამოძიებო ორგანო.